თქვენ ძაღლის მეტი არაფერი არ თქვენ ადამიანი არ გაინტერესებს მე ლაპარაკებ ახლა ვიღაცა ურია ტროლ ბოტი აგერ ვიღაცა ქართული სახელით და გვარით შეფარული და მიხსნეს ისა ძაღლის კასტრაციას მაგდენ ტლიკინს ჩამოდი ცოლი მოიყვანე და ორი ბავშვი მაინც გააჩინო ბიჭო შენ ახლა ისე გადარდებს ჩემი მომავალი როგორც ქვეყნის მომავალი გადარდებს ხო და ამიტომ მაგ მოვიყვან ცოლს და მეყოლება ორი ბავშვი ან რა დარწმუნებული ხარ რომ არ მყავს დრო დღევანდელი მასში ზოლდაშვილი არ უნდა არც უნდა გამოაჩინო კაცმა ეს ერთი მერე და მეორე შენაირების გაჩენას საერთოდ რო არ გაიჩინა და საერთოდ რო არ გაეზარდა პატრონს არ ჯობდა შენს თუ ქართველი გვია ახლა და შენს თუ სამშობლო გადარდებს და შენს თუ შემოსული ხარ აქ ორი კაპიკის გულისთვის მოდიხარ და პროვოკაციას აწყობ შეიძლება არც არჩენა ხარ ქართველი იქნები ვინც ხარ გვარ გადაკეთებული ურიან ვიღაცა რა როგორც არიან მოდებული რა ნუ აისეა ჩემო შოტიკო ესეა ჩემო ძმო ესეა მხოლოდ ერთ ზეობაზე იყავი რა საიდან იქნები სხვაგან ჩვენიერი ექსპორტზე არის გადანილი სამაგიეროდ აქ ვიყავით სხვა აქ მაინც მრავლდება გამოქცეული ქართველი რამდენად ახერხებს ახლა შენ წინ ბავშვის ნათლობაზე ვიყავი ჩასული და აქ მაინც რაღაცნაირად გადარჩენაზე არის ხალხი მოსული მაგრამ ახლა აქ გაზრდილი ქართველებიდან რამდენი დაბრუნდება საქართველოში და როგორ აღიქვამენ სამშობლოს ეს მერე ცალკე საკითხია და სამაგიეროდ ეგ არა მრავლდება ესა მუსტაფა და ის არაბი და ეს ჩამოსული პანჯაბელი და ეს ეგა ასე რომ აქეთკენ მიდის ქვეყანა და აი რა ურია ტროლებს ძაღლის ბედი აინტერესებს ძაღლების კასტრაციას არ დააფინანსებო კასტრაცია მამაშენს ხონდა ჩასატარებელი სანამ შენ გაგაჩენდა ხო აი იქნებოდა რა მომისმინე გოგა დვალაძეო რო წერ მაგას სიმართლე უთხარიო მომისმინე შეყვერჩიტა სიმართლეს რას გეტყვიცი ჩემი ბიოგრაფიით და ჩემი ცხოვრებით იცხოვრე და ნახავ ერთი აბა სად იქნები და როგორ იქნები ხო მასე ბარეორი გვარი იმიტოა გამრავლებული რომ წინაპარი ლაჩარი ყავდა და ომში არ წასულა და გადარჩა იმას არ ნიშნავს რომ იგი ქვეყნისთვის რამე სიკეთეს აკეთებს ხო და ლაჩრების თავმომავლები არიან დღეს ძირითადად ხო სიმართლე მითხრა რა უნდა მითხრა შეყვერჩიტა სიმართლე რა უნდა მითხრა შენაირი სულისკვეთების ადამიანს იმ არაბებთანაც კარგად იქნება და ტრაქსაც დაბან იმისთვის რომ ფული მოგცენ და გაზდი შვილებს მე მაგით ვეშენ პატრონ შენსას ასია ეს რატო უნდა მომკვდარიყავი მანდა მაინც უნდა მომკვდარიყავი რატო უნდა მომკვდარიყავი ჩემნარი უნდა მომკვდარიყო შენარი უნდა დარჩენილიყო ხო ახლა შენი იდეა ეგრე არის და შენარი ლაჩრის თავმომავლობა გამრავლდება ქვეყანაში და როდესაც ერის პრობლემაზე ვლაპარაკობ მოდიხარ აგერ და მიწებ მაგაზე ლაპარაკს ხო ესია ჯობია ჩუმად ეგდო ვიდრე მიიღო იმის პასუხი ჯერ შენ ხარ თუ არა ქართველი კაცი შვილ მარიცის ქართული გვარით მოლაპარაკე რამდენი ურჯულო მინახია ქრისტიანობის და ქართველობის მტერი რა ვიცი შენ თუ ხარ და შენ თუ ტყილა ამძიმებ დედამიწას რა ასიკეთე მოგაქვს ქვეყნისთვის რა ასიკეთე მოგაქვს სამშობლოსთვის რაფერი მას ღორის წყლის იმას რა ქვია გოჭებს და ძაღლის წყლის ლეგვებს თქვენი საყვარელი აი ეს ძაღლია და ძაღლად რჩება გოჭია და გოჭად რჩება და ღორად იქცევა მე ასე რომ დაახვიე მაგ შენი ეგრეთ წოდებული სიმართლე და გაითხარე სიგანესი სანამ აქ ჭკუას დაიწყებდეს შენაირი მილიონი რო იყოს ამ ქვეყანაში მერთმა დაგვიფარო შეერთი რომ შენაირი მილიონი იყოს ამ ქვეყანას უფრო თუ დაერხეოდა თუ არა უკეთესად არ იქნებოდა საქმე ასე მომისმინე
შენ დიდი ალბათობით ან სოროსელი ურია ხარ, ან ქართველი 26 საუკუნოვანი ძმა. ხო და ერთს გეკითხები, შენაირი 26 საუკუნე იცხოვრე, შენ მაწინაპრე მაქვს 26 საუკუნე და საქართველოს ერთი გმირი არ ყოლია. თქვენგან ურიებიდან. ერთი გმირი არ ყოლია საქართველოს. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის ქართველები იღუპებოდნენ და სხვა ის, მაგრამ თქვენი ჯიში არ ომობდა საქართველოსთვის. იგე? იქ ისრაელში რო გაიქეცით, კარგად ეწერებით, ქალის და კაცის ჯარში, მაგრამ სხვის ქვეყანაში არ ეწერებოდით თქვენ. და სხვისი ქვეყნის დასაცავად თქვენ სისხლს არ უღრიდით. ხო, ამაშია საქმე. წათი ვიცია, წათი. ჩემი ნება რო იყოს, თქვენ საერთოდ საქართველოში ფეხს არ შემოგადგმევიებთ. თან მორგებული აქვს ეს სახელი და გვარები და დაიწყებენ მე რა ჩათლახები ვართ ქართველები არა ვართ ჩათლახები, თქვენერი ბოზები არიან ჩათლახები ისე რა. ამას სამწუხაროდ ვერ მიხვდა ქართველიერი, ეს შეთქმულების თეორიები გონია. ხო. ხო, ავიწყდება ის, რომ თუნდაც 2008 წლის ომი სომეხის და ორი ებრაელის გაჩახებულია, სააკოვის და იმის კეზერაშვილის და მეორე იმის იაკობაშვილის. რომლებმაც кайფული იშოვეს ამ ომში, კარგად დაძღენ. და დღეს ტელევიზიები აქვს და გულაობენ და ქართველები მიწაში არიან ამოდებული. გადაკიდებულია ეს საქართველოს და რუსეთის სამგროს სამაგიეროდ ურია ბედნიერი. რატო არ უნდა მივაქციო ახლა წერს პროვოკაციულად და უნდა გაეცეს პასუხი ამასაც და სხვასაც. მე დავამთავრე ჩემი სათქმელი ძირითადად და ახლა ამას იქ რაც სხვათა შორის იქ რაც ფული იდება რო იწოდეთ იმ იგლ-ჰილსებში და მიუნგენში ეს არის ებრაულ არაბული კომპანიები სრულად ამათია ამიტომ ტკივათ ეს საკითხი ამათ განსაკუთრებით არაბები წინ ჩანან თუ არა ძირითადად ესა ებრაულ ნახეთ ერთ მოусვენეთ ამათი რაბინის ლაპარაკს ხანუკაზე საქართველოს და ქართველების მიმართებაში იმასაც კი ამბობს რომ ჯერო ისო რა ქვია გარკვეული არა აქვს მეცნიერებას აქო ამ მიწაზეო ქართველი ცხოვრობდაო თუ ებრაელი პირველი ო ჩემი სიტყვები არა მისია მასია გადახედეთ ქართული ეს უძრავი ქონების ბიზნესში ისრაელის მოქალაქეებითა გავშებული ნომერ პირველები არიან გადახედეთ იმ კომპანიებს ვინც ქართველები აიძულა და გაყარა საქართველოსთან სამევახშეო კომპანიებს სულ ამათია აბსოლუტურად ამათი არის და გადახედეთ ერთი იმას რა ქვია იმ თუნდაც არაბულ ბიზნესს და ამათ როგორ არიან გადაჭაჭული თუნდაც სისხლით ნათესაობით მაგათი ეს რა ქვია არაბის პრინცი დედის მხრიდან ებრაელია ასია ეს მე არაფერი შეთქმულების თეორია არა ესა ფაქტები გამოდის აქ და გელაპარაკება იმას რა ქვია და ქართველების დაპირისპირებაში ესეთი სირები არიან შემოყრილები და აბსოლუტურად ეს აგენტურა უშიშროება თუნდაც საპატრიარქო გავსებულია ამათი გავსებულია იშორინას ამათი ჯიშისა მოადგილე ყავს ერთი LGBT იგიც ამათი ჯიშისა სულ ამათი იმითაა სავს ისრაელში წადი ისრაელში და იქ ადაგე ისა რა ქვია როგორ უნდა გადარჩეს ისრაელი საქართველოში არაფერი არ გესაქმება კარგი შემოკარგება აი ამის თქმა მინდოდა და ეს გველოდება წინ და თუ არ გამოფხიზლებით და თუ ტერს დამოყარეს ვერ ვიცნობ ჩვენ ქვეყანაში მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც წმინდა ბიძინა რო ამბობს იქ ჩემი უსაყვარლესი სამშობლო ისრაელია ადამიანს შეიძლება გქონდეს მოქალაქეობა ორი სამშობლო როგორ შეიძლება გქონდეს ადამიანს ორი სამშობლო უნდა გქონდეს ერთი აი ამათი ჯიშის არიან ის პასუხი რომ აქვს გაცემული ქართველები რომ ამოწყდებითო დამთავრდებაო ყველაფერი და ერთადერთიო ენაო მარტო დასატოვებელიო თქვენიო
მე იგიც თურმე ქართული არ ყოფილა. ივერიული ენაა, ეს ივრითიდანაა წარმოშობილი. თქვენ პატრონს თქვენსას. ეგრა, მეტი არაფერი. კარგი, დაგემშვიდობებით და მოგმართავთ ყველას. ყველგან ხო არის არეულობა. თქვენ თუ სამშობლო გიყვართ, თქვენ თუ საქართველო გიყვართ. გადადებით ყოველგვარი პიროვნული დაპირისპირებები და გაერთიანდით ერთადერთი მოთხოვნის ირგვლივ. ამ ერთადერთ მოთხოვნას ქვია ქართული მიწა არ იყიდება და საქართველოში არ სახლდება უცხო ტომელი. ურია და არაბი. ეგ არის, სხვა არაფერი. ამომხარები აგერ გოგადვალიძე. რატო ვაჭარბებ? მე ვიდა აგერ ეს ბატონი ბიზნესის მაღმერთებელი. რატო ვაჭარბებ? რაში გადავაჭარბე, აბა? მითხარი? გაბრალებ რამეს? არა ეგი შენი ბიზნესი სიტყვები? არ არის ასე? მოგიგონა ვინმე? არ ხდება ეს პროცესები? თქვენ კოცებს კაცო ღმერთმა დალოცოს ბიზნა და ჩერტა. მაგარი, ნაცი არის 2012-ში ისეთი გასახიზიანებელი, დღეს რო კოცები ხართ. დღეს რო თქვენი გამოხატვა, თქვენი კომენტარი და თქვენი ის რო არის დღეს გულისამრევი ნორმალური ქართველისთვის, ასეთი გულისამრევი 2012-ში ნაცების არ ყოფილა. განსაკუთრებით ცოცხების და დუბინკების სკანდალის მერე. საქართველო ქართველების გარეშე. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ამ ხნის მანძილზე. და ეს გააკეთეთ თქვენ ბიძინიშვილი ვეფერს ვერ გააკეთებდა, თქვენნაირები რო არ ყოფილდა იმას ირგვლივ. ეგა. და სახელი ჭირდება ყველაფერს. ერმილენემსაძეს არ გაუყიდია ის მიწა. საპატრიარქომ გაყიდა, გადაცა სახელმწიფოს და იმან გაყიდა. სიმართლეა ეს, არავის მოუგონებია. და საპატრიარქო ვერ ხედავს მაგ პრობლემას. არავინ არ აბრალებს მაგათ. ესა მაგათი პოზიცია. არის ახლა ეპშტეინის კუნძულის შენდება თუ სოდომ გომორის შენდება თუ რა შენდება, ერთი ნახდათ ვიცი რომ ეს ხელოვნურად იქმნება საქართველოში ხელოვნურად იქმნება უცხო დიდარ უცხო ტომელთა კომპაქტური ჩამოსახლება, რომელი უცხო ტომელებიც შემდეგ საქართველოს იმაზე უარეს გაუკეთებენ, რაც მოხდა საინგილოში, რაც მოხდა აფხაზეთში, რაც მოხდა სამაჩაბლოში, რაც მოხდა ტაოკლარჯეთში, რაც მოხდა ლორეში და რაც მილიონჯერ ვნახეთ. საინგილოში 100-მდე კი იყო სულ დასახლებული. ყინულის ჩამომტანება თუ დაგვასახლეთო. ნახეთ მე რა მოხდა და როგორ მოხდა. აფხაზეთში დღეს რო აქვს პირი მოღებული ხალხს აფშო ორ ხეობაში დასახლდნენ თავიდან ისინი. მაგრამ მე ოსმალების ხელშეწყობით და მე რუსების ხელშეწყობით როგორ გაძლიერდნენ და როგორ გადაიბირეს ადგილობრივი ქართველებიც კი თავენ ჭკუაზე. და ეხლა თქვენ 70,000 არაბის დამსახლებელი, ფულიანი არაბის დამსახლებელს უკან გააბრუნებს ერთ ოჯახს ვინმე? თურქი მესხებიო, იძახიან, რომელი თურქი მესხი შეიძლება ამათ? ეს პრობლემა მარტო ქართული ქრისტიანული მოსახლეობისთვის კი არა. ეს პრობლემა არის საქართველოში მცხოვრები შიიტური მოსახლეობისთვისაც. ვაი დააგვირდით როგორი ირანოფობია აქვს გამართული. ეს მათთვისა ისინი უფრო გრძნობენ ამ პრობლემას, რომ იცოდეთ, ვიდრე დანარჩენი ქართველობა. ტრადიციული ისლამის მიმდევრები. უფრო გრძნობენ ამ იმას პრობლემას. ვიდრე ჩვენი ქრისტიანი მართლმადიდებლური ეკლესია. ასია ეს სიმართლე. არ გაგზანდებოდეთ.